პუტინს ალბათ ეგონა, რომ უკრაინისგან ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ველზე მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი შექმნა და ახლა უკრაინა ამით რუსეთის ჯარისკაცებს ანადგურებს. განსაკუთრებული ხმაურის გარეშე უკრაინამ უბრალოდ თავის არსენალს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში საარტილერიო იარაღი შემატა და ამან რუსეთის ყველა იარაღი უსარგებლოდ აქცია. უკრაინას თვითონაც არ ჰქონდა ეს მოლოდინი, რუსეთს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ იმის წყალობით, რაც აშშ-მ 10 წლეულების წინ შექმნა, უკრაინას ახლა აქვს გამანადგურებელი იარაღი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ომის დასრულება. საუბარი არის 203 მიანი M-100 თვითმავალი ჰაუბიცის შესახებ, რომელიც გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 52 საარტილერიო ბრიგადას. ამის შესახებ იუწყება United 24 მედია, რომლის თქმითაც თავად ბრიგადამ დაადასტურა იარაღის მიღება და აღნიშნა, რომ ის კარგად ერწყმის უკრაინაში წარმოებულ საარტილერიო სისტემებს, რომლებიც ანადგურებენ რუსეთის საგაზაფხულო შეტევას. ჩვენი აღჭურვილობა მოიცავს 2S-22 ბადანა თვითმავალ ჰაუბიცას, RM-70 ვამპირი, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს და 203 M-იან M-100-ას. 52 ბრიგადამ ეს ჩვეულებრივად გამოაცხადა სოციალურ ქსელში 2 აპრილს. თითქოს M-100 უბრალოდ დამატება იყოს. ასე ნამდვილად არ არის. და თქვენ მალე გაიგეთ, რატომ აიძულებს ან ძლიერი საარტილერიო იარაღის უკრაინაში გამოჩენა ბრძოლის ველზე ცვლილებებს. პირველ რიგში უნდა ვკითხოთ, როგორ მოახერხა უკრაინამ, რომ საერთოდ მოეპოვებინა M-100 ჰაუბიცები. ეს ცივი ომის ეპოქის იარაღია, რომელიც ოფიციალურად ამოიღო შეერთებული შტატების არმიამ, ასე რომ იფიქრებდით, რომ უკრაინას მისი მოპოვების შანსი არ ექნებოდა. თუმცა ის, რომ იარაღი ჩამოწერილია, ანიშნავს, რომ ის მოძველებულია და იმ M-100-ების წარმოშობა, რომლებიც ახლა უკრაინაშია, უკავშირდება შეთანხმებას, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაიდო. სწორედ მაშინ გამოაცხადა Army Recognition-მა, რომ საბერძნეთმა დაამტკიცა თავისი 60 ამერიკული საარტილერიო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა. სისტემისთვის საჭირო 150,000 ჯგუფთან ერთად, ასევე რამდენიმე ზუნის რაკეტა, შეთანხმებაში, რომლის ღირებულებადაც მიიჩნევა 199,4 მილიონი ევრო, ანუ ოდნავ ნაკლები ვიდრე 230 მილიონი დოლარი. საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა უკრაინაში ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით უნდა გაგზავნილიყო, ხოლო სისტემები უკრაინაში ყოველგვარი მოდიფიკაციისა და განახლების გარეშე ჩავა. ეს შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს საბერძნეთი უკეთეს გარიგებას იღებდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უკრაინისთვის ეს გარიგება ნიშნავდა, რომ მას დიდი რაოდენობით საარტილერიო სისტემები ერგებოდა, რომლებიც დიდი ხანია ბრძოლის ველზე ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის საშიში ძალაა. M-100 ჰაუბიცა შეიძლება არც თანამედროვეა და არც სუპერჭკვიანი, მაგრამ მას შეუძლია უზარმაზარი ცეცხლის ძალა ძალიან სწრაფად მიიტანოს მიიტანოს. ომის პირობებში ეს მნიშვნელოვანია. ეს ბევრ მხრივ გავს დროის კაფსულას, თუ როგორ იბრძოდნენ 10 წლეულების წინ ვიდეინ ტიპის ტრადიციულ კონფლიქტს, რომელსაც თანამედროვე ეპოქაში ელოდებოდით. შესაძლოა კიდევ მეტი მიეწოდოს უკრაინას. Army Recognition აღნიშნავს, რომ ბერძნულ შეიარაღებული ძალები M-102-ს იყენებენ 1980-იან წლების დასაწყისიდან და მათ დაახლოებით 145 ერთეული ჰქონდათ ამ საარტილერიო სისტემის, სანამ 60 ერთეულის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განაცხადებდნენ. 10 წლეულების განმავლობაში ეს სისტემა იყო საბერძნეთის შორსროლელი საარტილერიო სისტემა, თუმცა ის ზედმეტი გახდა, რადგან საბერძნეთი ნატოს სტანდარტული 155 მიანი სისტემების მოდერნიზაციას ახორციელებს. უკრაინისთვის ეს მოდერნიზაცია შესაძლებლობას წობას წარმოადგენდა, რომ ხელში ჩაეგდო ძლიერი საარტილერიო სისტემა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს რუსული თავდაცვა და დაასუსტოს ჯარები, როდესაც ისინი შეტევის დაწყებას ცდილობენ. ასე რომ ეს ყველასთვის კარგი გარიგება იყო და უკრაინისთვის კიდევ უფრო უკეთესად ჩანს, როცა ნახავთ ჭურვების რაოდენობას, რომლებიც 60 ჰაუბიცთან ერთად არის შეფუთული. United 24 მედია ამბობს, რომ უკრაინამ ამ გარიგების ფარგლებში მიიღო 50,000 მაღალი აფეთქების მქონე M-6 ტიპის ჭურვი და ასევე 40,000 რაკეტით გაძლიერებული M-650 ტიპის ჭურვი. ასევე თითო 30,000 ერთეული M-509A ერთი ორმაგი დანიშნულების კლასტერული საბრძოლო მასალისა და M-404 გაუმჯობესებული ტრადიციული საბრძოლო მასალის, რომლებიც მოგვიანებით M-110-ისთვის დამზადდა მისი ექსპლუატაციის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ჰაუბიცები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, იქნება როგორც მრავალფუნქციური, ასევე ძლიერი და ეს კიდევ უფრო გამოსადეგს გახდის მათ უკრაინისთვის ბრძოლის ველზე. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ, კიდევ ერთ კითხვას უნდა უპასუხოთ. შეძლებთ თუ არა უკრაინა კიდევ მეტი M-100 ჰაუბიცის მიღებას ახლა, როცა უკვე მიიღო ეს საწყისი პარტი? პასუხი როგორც ჩანს დადებითია, თუ Army Recognition-ის მტკიცებები საბერძნეთის მარაგების შესახებ სწორია. სავარაუდოდ კიდევ 85 M-100 ჰაუბიცა უნდა იყოს, რომელიც საბერძნეთმა შეიძლება გადასცეს. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რომ საბერძნეთს დარჩენილი ჰაუბიცები საკმარისად კარგ მდგომარეობაშია, რათა უკრაინისთვის გამოსადეგი იყოს. დავჭირდება დაველოდოთ და ვნახოთ, მოხერხდება თუ არა კიდევ რაიმე შეთანხმების მიღწევა, რომელიც საბერძნეთს საშუალებას მისცემს მიიღოს სარგებელი იმ სისტემიდან, რომელსაც მოძველებულად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს სერიოზული ზიანის მისაყენებლად რუსულ არმიაზე, რომელიც ძირითადად ისე იბრძვის უკრაინაში, თითქოს 1950-იან წლებშია გაჭედილი. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა უკრაინა M-100-ების მიღებას შეერთებული შტატებიდან. საბოლოო ჯამში ეს ამერიკული იარაღია და არსებობს ინიციატივა, რომელიც ნატოს ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეიძინონ იარაღი შეერთებული შტატებიდან და შემდეგ მიაწოდონ უკრაინას.
უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია, ანუ პერლი, შეიძლება იყოს გასაღები იმისა, რომ უკრაინამ კიდევ მეტი ასეთი ჰაუბიცა მიიღოს, თუ ისინი ბრძოლის ველზე საკმარისად ეფექტიანად დამტკიცდება და უკრაინას კიდევ მეტი მოუნდება. უკრაინის ნატოს მოკავშირეები ჯერჯერობით კარგად იყენებენ პერლს. 2025 წლის დეკემბრისთვის მათ პერლის მეშვეობით უკრაინისთვის $4 მილიარდ მეტი პაკეტები დააფინანსეს, რაც ჭკვიანური კონცეფცია. უკრაინა თავად ასახელებს, რა სამხედრო დახმარება სჭირდება, რათა ეს დახმარება პირდაპირ ფრონტის ხაზზე მივიდეს აშშ-დან შესყიდვების გზით. პერლის მეშვეობით უკრაინა თავად განსაზღვრავს საწავა მის მიერ მიღებული სამხედრო დახმარება, ნაცვლად იმისა, რომ იმედოვნებდეს, მოკავშირეები ისეთი იარაღს მიაწვდიან, რაც მისთვის სასარგებლო იქნება. ასე რომ პერლი შეიძლება გახდეს გზა აშშ-ის მარაგებში არსებული M-10 ჰაუბიცების მისაღებად, მაგრამ ამ გზის ბოლოს შეიძლება არ იყოს არანაირი რეალური საბრძოლო პოტენციალი. დე გოლის თქმით, აშშ-მ 1963 წელს ამ იარაღის პირველად წარდგენის შემდეგ 1100 ერთეული M-110 ჰაუბიცა აწარმოა. იგივე წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ეს სისტემა გარკვეულწილად აქტიურია სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ესპანეთი, ბარეინი, მაროკო და იორდანია, ასევე საბერძნეთი. ამ ქვეყნები და რამდენიმე, განსაკუთრებით ესპანეთი, თეორიულად შეძლებდა თავისი ჰაუბიცების ნაწილის უკრაინისთვის გადაცემას. რაც შეეხება აშშ-ს, დე გოლი აკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას, რომ M-10 ჯერ კიდევ აქტიურია აშშ-ს სამხედრო ძალებში და ამავდროულად, რომ ის 1990-იან წლებში ჩამოიწერა, რის შედეგადაც მხოლოდ M-9 დარჩა ამერიკის თვითმავალი ჰაუბიცების ვარიანტად, ეს კითხვა გადააქცევს იმაში, თუ რა მოუვიდა იმ 1100 M-10-ს. ჩვენ ვიცით პასუხი მაინც ზოგიერთ მათგანზე, რადგან Real Clear Defense აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში აშშ-მ გამოყენებული M-110-ის ლულები გამოიყენა როგორც დროებითი კორპუსები GBU-28 ტიპის ბუნკერსანტროვი ბომბებისთვის, რომლებიც გამოიყენეს სპარსეთის ორის ომში ერაყის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ გვეუბნება, დარჩა თუ არა M-110-ები ამერიკის მარაგებში, უბრალოდ ლულების გარეშე, თუ აშშ-მ თავად საარტილერიო დანადგარები გაანადგურა ლულების ამოღების პროცესში. თუ ეს პირველი ვარიანტია, შესაძლოა უკრაინამ შეძლოს ამერიკაში დარჩენილი M-110-ების მიღება და შემდეგ თავად დააწყოს ლულები ჰაუბიცებისთვის. ჩეხეთის ინიციატივამ, რომლის მეშვეობითაც საბერძნეთმა თავისი M-110-ები უკრაინას მიყიდა, შესაძლოა ამაში დახმარება შეძლოს, თუმცა ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ვარაუდია და ეფუძნება იმ აზრს, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს M-110-ები და რაც მთავარია, მზად არის ისინი უკრაინას პერლის მეშვეობით მიყიდოს. მოდით გადავიდეთ ვარაუდებიდან და ალბათობებიდან და უფრო მნიშვნელოვან საკითხს შევხედოთ. M-110 ჰაუბიცის უკრაინაში გამოჩენამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს იმ ფრონტის ხაზის მონაკვეთებში, სადაც ეს იარაღი განთავსდება. ეს ფაქტორი მარტო უკვე ცვლის ამ იარაღებს ცივი ომის დროინდელი რელიკვიებიდან თამაშის წესების შემსრულებად. სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხის განსარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ეხლა რას მოუტანს უკრაინას M-110? პირველ რიგში ის უზრუნველყოფს იმ სახის ცეცხლის ძალას, რომელიც უკრაინას არტილერიის მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში აგდა რუსეთთან ომისას. ეს არნიშნავს, რომ უკრაინას საერთოდ არ ჰქონდა არტილერიის ცეცხლის ძალა, მაგრამ M-110, რომელიც ახლა აქვს, რუსული ძალებისთვის რამდენიმე სახის განადგურებას მოიტანს. M-110-ის მიერ ნასროლი ყოველი ჭურვი მიზანს 80 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 198 ფუნტი ასაფეთქებელი ძალით ურთხამს. რაკეტით გაძლიერებული საბრძოლო მასალის დახმარებით, რომელიც ვიცით, რომ უკრაინამ საბერძნეთისგან მიიღო, ეს ცეცხლის ძალა შეიძლება 30 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 18.6 მილამდე მიაღწიოს, იმ სამიზნემდე, რაც უკრაინას ასაფეთქებლად სჭირდება. ეს სიმძლავრე მობილურობასაც ეწმეს, რადგან თითოეული M-110 დატვირთულია მუხლუხებიან შასიზე 405 ცხენის ძალიანი ძრავით, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს გადაადგილდეს, დაარტყას და კვლავ გადაადგილდეს, რათა ბრძოლის ველის უფრო ფართო მონაკვეთი დაფაროს, ვიდრე უძრავი არტილერიით შეძლებდა. თუმცა ამ ცეცხლის ძალისთვის უკრაინას გარკვეული მსხვერპლის გაღება უწევს. Army Recognition აღნიშნავს, რომ თითოეულ M-110-ს სულ 13 ადამიანი ემსახურება, მათგან 5 მართავს M-110-ის მანქანას, ხოლო დანარჩენები მიყვებიან სატვირთო მანქანაში, რომელიც ოპერაციისთვის საჭირო ჭურვებს ატარებს. ეს საკმაოდ დიდი სამხედრო რესურსის ჩართულობა და სწორედ ამიტომ უკრაინაში არსებული M-110-ები სპეციალურად საარტილერიო ბრიგადებში გამოიყენება. ამ ეკიპაჟებს ხელში აქვთ ქვემეხი, რომელიც იმავე წყაროს მიხედვით შეიძლება აწიოდეს -2-დან 65 გრადუსამდე, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ 30 გრადუსით ტრიალებს. M-110-ის ასევე აქვს მექანიკური სათადარიგო მართვის სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ჰიდრავლიკის მარცხის შემთხვევაში. ამიტომ უკრაინას მოუწევს ეკიპაჟების მომზადება მათი გამოყენებისთვის. სიჩქარეთ შეიძლება იყოს პრობლემა. M-110 ჩვეულებრივ ისვრის ერთ ჭურს ყოველ 2 წუთში ერთხელ, თუმცა როგორც ამბობენ, ინტენსიური ცეცხლის დროს მტრის წინააღმდეგ შეუძლია მიაღწიოს 2 ჭურს წუთში. ეს იმ შემთხვევაში, თუ იარაღის გადატენვა საკმარისად სწრაფად მოხდება, რადგან მას მხოლოდ 2 ჭურვი აქვს. მაგრამ M-110 სრულყოფილი იარაღი ნამდვილად არ არის. მაგრამ ის იმდენად ძლიერად ურტყამს, რომ უკრაინისთვის მის გამოსაყენებლად საჭირო მსხვერპლი თითქმის უმნიშვნელოდ ჩანს. M-110 იგივეა როგორც ძლიერი დარტყმა, რომელსაც უკრაინა სწრაფი და მცირე ჰაუბიცებით რუსულ პოზიციებზე მიყენებული სწრაფი დათმობის შემდეგ აყენებს. და ეს ცეცხლის ძალის კომბინაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რატო იქნება M-110 თამაშის შემცვლელი, როგორც მალე გაიგებთ. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, გასათვალისწინებელია ფასიც. დიახ, M-110 ძველი აღჭურვილობა. ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან იღებს.
მაგრამ არსებობს კარგი მიზეზი, თუ რატო გადაიხადა უკრაინამ ფული 61-ში ნაცვლად იმისა, რომ დაჟინებით მოეთხოვა საბერძნეთს თავისი ძველი საარტილერიო დანადგარების შეწირვა. ხოლო ჭურვებზე ის 230 მილიონი დოლარი, რაც უკრაინამ დახარჯა, თითო ძლიერ ჭურვზე ოდნავ მეტია $1500. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ვივარაუდებ, რომ უკრაინამ თავად მიიღო 60 M110 უფასოდ. ასე არ ყოფილა. ისინი ფასში უნდა იყოს გათვალისწინებული, ასე რომ 230 მილიონი დოლარი უკრაინას ძალიან დიდი ცეცხლის ძალა ძალიან იაფად მოუტანა. Defense Express-ის მიხედვით საბერძნეთმა თითოეული M110, რომელიც უკრაინას მიყიდა, დააფასა €520,000 ევროთ, ანუ დაახლოებით $599,000. თუ ამას 60-ზე გაამრავლებთ, ჰოვიცერებისთვის მიიღებთ დაახლოებით $35.9 მილიონ. ეს კი თავის მხრივ უკრაინის ხარჯს თითო ჭურვზე $1300 ნაკლებამდე ანცირებს. ყველაფერი, რაც უკრაინას სჭირდება, არის რამდენიმე ტანკისა და ჯარისკაცის დაჯგუფების მოხვედრა თავისი M110-ით და артиლერია პრაქტიკულად თავის თავს ამართლებს. ესეთი ინვესტიციის დაბრუნება უზარმაზარია ქვეყნისთვის, რომელიც 4 წლიანი ომის შედეგად რუსეთთან სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს აწყდება. ეს სირთულეები შემსუბუქდება მაშინ, როდესაც უკრაინა საბოლოოდ დაიწყებს $105 მილიარდი სესხის მიღებას, რომლის გაცემასაც ევროპის კავშირი დაპირდა. BBC-ის ინფორმაციით, ამ სესხის პირველი ნაწილი უკრაინაში შესაძლოა უკვე აპრილში შევიდეს, თუმცა მთავრობის გეგმა 2026 წელს $112 მილიარდი დახარჯვის შესახებ მაინც ტოვებს დაახლოებით $45 მილიარდი დეფიციტს. ყველაფერი, რაც უკრაინას შეუძლია გააკეთოს საკუთარი ხარჯების შესანცირებლად და ამავდროულად მაქსიმალური ფინანსური ზიანი მიაღენოს რუსეთს, დადებითი ნაბიჯია და იაფი. A100-ები, რომლებიც უკრაინამ ახლახან მიიღო, კარგად ჯდება ამ სტრატეგიაში. შემდეგ არის მრავალფუნქციურობა, რომელსაც M110 უზრუნველყოფს. და სწორედ აქ იწყება სერიოზული ამბები როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. 52 საარტილერიო ბრიგადა, რომელმაც M110-ების პირველი პარტია მიიღო, იღებს იარაღს, რომელიც იდეალურად ავსებს სხვა იარაღებს, რომლებსაც ის იყენებს რუსეთის ძალებზე საარტილერიო შეტევებში. ბრიგადას უკვე აქვს ადგილობრივი წარმოების ბოდანა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს რუსული პოზიციების წინააღმდეგ ზუსტი დარტყმებისთვის დიდი მანძილით. ესეთი ტიპის არტილერია იდეალურია სარდლობისა და მართვის ცენტრების, საბრძოლო მასალის საწყობების და სხვა სტატიკური სამიზნების დაების დასათქმელად ახლო ზურგში, რომლებსაც რუსეთი ეკრდნობა უკრაინის თავდაცვაზე შეტევისას. ასევე ბრიგადის შეიარაღებაშია RM-70 ვამპირი, რომელიც გამოიყენება მასშტაბური ცეცხლის მისიისთვის, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციებზე, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს რუსეთის მექანიზებული შეტევების წინააღმდეგ. M110 ამ შესაძლებლობას აფართოებს და უზარმაზარი ცეცხლის ძალას აწვდის უკრაინის არტილერიის ბრიგადებს, რომლებიც ადრე ვახსენეთ. ამ ამერიკულმა ჰაუბიცამ 52 საარტილერიო ბრიგადას საშუალება მისცა დააზიანოს გამაგრებული და მაღალი ღირებულების სამიზნეები, რომლებსაც RM-70 ვამპირი ვერ ანადგურებს. ეს ბორდანას აძლევს საშუალებას დაარტყას სამიზნეებს უფრო შორ მანძილზე, ვიდრე M110 შეუძლია, რაც არსებითად ქმნის არტილერიის უფრო ფენოვან სტრატეგიას, ვიდრე უკრაინას აქამდე ჰქონდა. ვამპირი ანადგურებს შეტევით დანაყოფებსა და ტექნიკას, M110 ანადგურებს გამაგრებულ სამიზნეებს ამ შეტევების უკანა ხაზზე, ხოლო ბორდანა ანადგურებს რუსეთის უკანა ნაწილს, რათა მომავალი შეტევები უფრო სუსტი და ადვილად გასანადგურებელი იყოს. ამჟამად უკრაინის 42 არტილერიის ბრიგადა ასრულებს მისიებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უზრუნველყოფს ცეცხლის მხარდაჭერას და ატარებს კონტრბატარეის ოპერაციებს, იტყობინება მილიტანი. ეს ბრიგადა წებრძვის რუსეთის ლოგისტიკას, რაშიც M110-ები დაეხმარებიან. Defense Express კიდევ რამდენიმე დეტალს გვაწვდის და აღნიშნავს, რომ ბრიგადა ამჟამად მოქმედებს ხარკოვისა და კრამატორსკის მიმართულებებში, სადაც M110-ები სავარაუდოდ უკვე ჩართულია ბრძოლაში. ამ ორ დასახლებას შორის მეორე ძალიან მნიშვნელოვანია. კრამატორსკი ერთ-ერთი იმ 4 დიდი ქალაქიდანაა, რომლებიც დონეცკის ციხესიმაგრის სადგელს ქმნიან, რომელიც დაახლოებით 50 კილომეტრზე, ანუ 21 მილზეა გადაჭიმული H20 კოსტიანტინიუკა სლოვიანსკის გზატკეცილზე. ამ სადგლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს ქალაქი უნდა გაძლოს, რაც შეიძლება დიდხანს, რათა უკრაინამ შეძლოს მისი გამოყენება რუსული ძალების გასანადგურებლად, როცა ისინი შეეცდებიან პუტინის მიზნის შესრულებას, დონეცკის და შესაბამისად დონბასის წართმევას უკრაინისთვის. კრამატორსკი უკვე ჯოჯოხეთად იქცა შემოჭრილი რუსული ძალებისთვის, მას შემდეგ რაც უკრაინამ 10 წელზე მეტი გაატარა მისი თავდაც გამაგრებაში რუსეთის თავდაპირველი აგრესიის კამპანიის 2014 წლის შემდეგ. ეხლა როცა M110-ები უკვე ბრძოლის ველზეა, ნებისმიერი ჯარის კონცენტრაცია ან გამაგრებული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მცდელობასთან ქალაქის აღებისკენ, აღმოჩნდება უზარმაზარი ცეცხლის ძალის წინის წინაშე, რომლის მოგერიებაც მათ არ შეუძლიათ. ეს აღწერს თუ როგორ იყენებს უკრაინა სავარაუდოდ თავის M110-ებს ამჟამად. მაგრამ მას აქვს ამ ჰაუბიცებიდან 60 ერთეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 42 საარტილერიო ბრიგადას ყველა მათგანი ჰყავდეს. მეტი მათგანი ჯერ კიდევ მზად ყოფნაშია და მრავალფეროვანი ჭურვების გამო, რაც MS-ს გააჩნია, უკრაინისთვის უამრავ სხვა შესაძლებლობას ხსნის. ავიღოთ მაგალითად უკრაინის სასიკვდილო ზონები. ეს სასიკვდილო ზონები, რომლებიც მილების სიგრძეზეა გადაჭიმული და სავსეა დრონებითა და სხვა თავდაცვითი საშუალებებით, უკვე ანადგურებს პუტინის ძალებს. United OT Media კარგად ხსნის მიზეზს, რადგან მათ ვიზუალურ განმარტებაში აჩვენეს, რას შეიცავს ტიპური სასიკვდილო ზონა, რაც საშინლად წასაკითხია თუ რუსი ჯარისკაცი ხარ. თითოეულ ამ სასიკვდილო ზონას აქვს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ცოცხალი ძალის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ გაანადგუროს ყველაფერი, რაც მათ გავლას შეეცდება.
ზემოდან მუდმივად მფრენი დრონების გარდა, იქ არის ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო თხილები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები, რომლებიც განთავსებულია იმისთვის, რომ რუსული ჯავშან ტექნიკა შეაჩერო. ჯარისკაცებს, რომლებიც ფეხით ცდილობენ შეღწევას, უწევთ გაუმკლავდნენ მრავალკილომეტრიან მავთულ ხლახტებს, დრონებს და გვირაბების ქსელს, რომელიც უკრაინამ ააგო იმისთვის, რომ ჩასაფრებები მოაწყოს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეღწევას. ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს M110-თან? უკრაინის სასიკვდილო ზონები ნამდვილად ამართლებენ თავიანთ სახელს, რადგან ისინი სავსეა რუსეთის შეტევების შედეგად დაღუპული ჯარისკაცებითა და განადგურებული ტექნიკით ფრონტის ხაზის მთელ სიგრძეზე. თუმცა მათი მეორე მიზანია კონკრეტული ტერიტორიის მონაკვეთები რუსული სახმელეთო ძალებისთვის მიუწვდომელი გახადოს. ამის გამო ამ ძალებს პირდაპირ გავლა კი არ შეუძლიათ, არამედ უნდა შემოიარო. სწორედ აქ ერთვება არტილერია საქმეში. მკვლელი ზონების გონივრული გამოყენებით უკრაინას შეუძლია რუსი ჯარისკაცები ფართო ღია სივრცეებში მიმართოს, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის პოზიციებსა და იმ თავდაცვით ხაზებს შორისაა, რომელთა შტურმით სურთ თქვერნეს ჯარისკაცებს. ეს კი ჩასაფრებამდე მიდის. არტილერია ჭურვებს აწვიმებს, ხოლო FPV დრონები დაფრინავენ და უდარდელად ხრეტენ ჯავშანსა და ჯარისკაცებს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ ისვრიან M110-ები, თითქმის 200 ფუნტიანი ჭურვებს ამ ჩასაფრების წერტილებში. არაფერს, რასაც რუსეთი მიწაზე აგზავნის, არ ექნებოდა შანსი. და ეს ელოდება რუსეთს მომავალში, როცა ის იწყებს თავის გაზაფხულის შეტევას უკრაინის წინააღმდეგ. უკვე სასიკვდილო ზონები კიდევ უფრო სახიფათო გახდა, რადგან უკრაინამ მიიღო მოძველებული ტექნიკა, რომლის განახლებაც ისევ შეიძლება. ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთის მთავარი ტაქტიკა უბრალოდ საზარბაზნე ხორცისა და ხანდახან ჯავშან ტექნიკის გაგზავნაა უკრაინის თავდაცვის გასატეხად. ესეთი მოძველებული ტაქტიკა ისეთი არახს, როგორიცაა M110, არა მხოლოდ გამოსადექს, არამედ სრულიად გამანადგურებელს ხდის ნელა მოძრავი რუსული შეტევის წინააღმდეგ, რომელიც თავად გადაიქცა ასეთი ძლიერი მტაცებლისთვის იდეალურ ნადავლად. ცივი ომის ტიტანი უკრაინაში ხელახლა გააცოცხლეს. თუ რუსეთს სურს ომი უძველესი სტრატეგიებით აწარმოოს, უკრაინას ახლა აქვს იარაღი, რომლითაც შეუძლია პუტინის ტაქტიკას დაუპირისპირდეს. და დიდი ალბათობაა, რომ უკრაინა საინტერესო ახალ გზებს იპოვის თავისი M110-ების გასაახლებლად, ახლა როცა ეს იარაღი უკვე აქვს. ქვეყანა სპეციალიზირდება იმ დასავლური აღჭურვილობის განახლებაში, რომელსაც იღებს, და ამის საუკეთესო მაგალითი ისაა, რასაც უკრაინა თავის M1 აბრამსის ტაგებთან აკეთებს. გსურთ მეტი გაიგოთ? უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რომელიც ასახავს ასეთ გენიალურ განახლებას, რომ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი სურს ის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალებიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებულ უახლეს იარაღებზე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.